სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 17. იპოვეთ fx-ის ერთი შეფარდებული კოსინუს სინუს x ფუნქციის განსაზღვრის არეო. ხო, ახლა ჩვენ გვაქვს ფუნქცია, რომლის მნიშვნელშიც აგერ არის კოსინუს სინუს x-ი და ეს ფუნქცია არ იქნება განსაზღვრული იმ შემთხვევაში, როდესაც მნიშვნელი არის ნულის ტოლი, ხო? შესაბამისად, კოსინუს სინუს x-ი თუ არის ნულის ტოლი, აქედან გამომდინარეობს, რომ ეს არის არგუმენტი კოსინუსი, არგუმენტი თავისუფლად წარმოადგენს სინუს x. შესაბამისად, სინუს x-ი. სინუს x-ი შეიძლება ტოლი იყოს p ნახევარს პლუს p-k, ხო? p-k. ნუ სადაც k ეკუთვნის თელრიცხვთა სიმრავლეს, ხო? ასეთი გამოსახულება მივიღეთ და ეხლა სინუს x-ი შეიძლება კი იყოს p ნახევარს პლუს p-k. კერძოდ, მოდი განვიხილოთ, დავუშვათ k უდრის k თუ უდრის ნულს. აქედან გამოგვდის სინუს x-ი უდრის p ნახევარს, ხო? სინუს x-ი თუ უდრის p ნახევარს, p არის დაახლოებით 3.14. 3.14-ს თუ გავყოთ 2-ზე მივიღებთ დაახლოებით. ნუ ეს არის 1.57 და გამოგვდის, რომ სინუს x-ი მეტი არის 1-ზე. როცა ჩვენ ვიცით, რომ სინუს x-ი განსაზღვრული არის, სინუს x ფუნქცია განსაზღვრული არის -1 შუალედში. შესაბამისად, p ნახევარი შეუძლებელია რომ იყოს. ეს გამორიცხულია. k როცა უდრის 1-ს, ნუ მით უმეტეს ვერ იქნება, იმიტომ რომ p ნახევარს კიდე რაღაც დადებითი რიცხვი ემატება. მაგრამ მოდი შევამოწმოთ, k იყოს უდრის -1 შევამოწმოთ. k თუ არის -1, მაშინ სინუს x-ი გამოგვდის ტოლი p ნახევარს -p, ეს ტოლი არის -p ნახევარის, რაც დაახლოებით ტოლი არის -1.57. ხო, ანალოგიური მსჯელობით თუ გავყვებით. ეხლა სინუს x-ი მინიმალურ მნიშვნელობას იღებს -1-ს და -1.57 მიასწრეთ კიდე -1-ზე კიდე ნაკლებია, რაც შეუძლებელია რომ მოხდეს. აქედან ვასწრით, რომ თვითონ კოსინუს სინუს x-ი უდრის 0 ვერასდროს ვერ გახდება. არ უდრის 0-ს ეს გამოსახულება. თუ ეს 0 არ ხდება, მაშინ fx-ი მთლიან ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეზე შეიძლება იყოს განსაზღვრული, რომელიც წარმოადგენს მინუს სასრულობა, პლუს სასრულობა შუალედს. პასუხი A.